ქართულ უნივერსიტეტებში უცხოელი სტუდენტების რაოდენობა მზარდია. Საქსტატის მონაცემებით ამ ეტაპზე ქვეყნის მასშტაბით არსებულ უმაღლეს სასწავლებლებში ჩარიცხული 187,000-ზე მეტი სტუდენტიდან 37,000-ზე მეტი უცხოელია. საქართველოს უმაღლესი განათლების მისაღებად ძირითადად აზიელი ახალგაზრდები ირჩევენ. სტუდენტების საერთო რაოდენობის 10-15% სხვადასხვა ქვეყნის მოქალაქეა, მაგალითად კავკასიის უნივერსიტეტში, სადაც სხვადასხვა ქვეყნის სტუდენტებს შორის როგორც აზიური, ისე ევროპული ქვეყნების მოქალაქეები არიან. უნივერსიტეტის დამფუძნებლის შეფასებით ქვეყანაში უცხოელი სტუდენტების მზარდი რაოდენობის შესანარჩუნებლად მთავრობის მწყობრი პოლიტიკა და საკითხის პოპულარიზაცია საჭიროა. ძირითადად არის აზია და აფრიკა, რა თქმა უნდა, ევროპელებიც ყავს და ძალიან მიხარია რომ დავუშვათ ფრანგები იგივე ფრანგები სწავლობენ ჩვენთან, რომელსაც რეალურად შეუძლიათ საფრანგეთში უპასუხო სწავლება, მაგრამ მოდიან და ჩვენთან იფრინდნენ თანხას და ჩვენთან სწავლობენ კავკასიის უნივერსიტეტში. ტრენდი იზრდება, ახლა დაემატა კიდე აზიის სხვა ქვეყნები, როგორც არის დავუშვათ იგივე მალაიზია, მიანმარი, ეხლა სხვადასხვა ბრუნეიდან დაგვუნდი გუშინ წინ და ბრუნეელებსაც ძალიან დიდი ფული აქვს ინტერესი აქვს საქართველოში ისწავლონ, ისე როგორც მალაიზიელებს, რომელსაც ასევე ძალიან დიდი ფული აქვს და უნდათ რომ საქართველოს იყოს მათთვის დესტინაცია. ფიქრობ რომ მეტად უფრო ღიად უნდა იყოს მაინც ქვეყანა უცხოელებისათვის, მეტად უფრო მეტი PR კამპანია აწარმოოს საქართველოს მთავრობამ ამ თუნდაც ამ ჩვენ სამიზნე ქვეყნებში რომ მეტი უცხოელი სტუდენტი ჩამოვიდეს და ისწავლოს საქართველოში. სამი ინგლისურენოვანი ფაკულტეტი ამ დროისთვის ალტე უნივერსიტეტში, სადაც 45 სხვადასხვა ქვეყნის მოქალაქე სწავლობს. მათი ინფორმაციით ძირითადი დაინტერესება სამედიცინო მიმართულებაზეა. მთავარი რასაც უცხოელი სტუდენტები ყურადღებას აქცევენ ქვეყნის უსაფრთხოება და საცხოვრებელი ფართის მოძიებაა, რომელიც ხშირად არა მხოლოდ უცხო ქვეყნის მოქალაქე სტუდენტებისთვის, არამედ ქართველებისთვისაც პრობლემაა. დიდი რაოდენობა სტუდენტების მოდის ინდოეთიდან, არაბული ქვეყნებიდან, ლიბანი მათ შორის მაგალითად ძალიან პოპულარულია, ყავს სტუდენტები ბრიტანეთიდან, აფრიკის სხვადასხვა ქვეყნებიდან და ეს პოპულაცია და ასე ვთქვათ სეგმენტაცია უფრო და უფრო იზრდება. ძალიან მნიშვნელოვანია მათთვის ზოგადად ცხოვრების პირობები. როგორც ხელმისაწვდომობის თვალსაზრისით, ასევე უსაფრთხოების თვალსაზრისით, ამიტომ კიდევ ერთხელ მივდივართ ქვეყნის პოპულარიზაციის ნაწილში, როგორც განათლების, ასევე თავისთავად როგორც ქვეყნის, თავის ასე ვთქვათ, ხასიათით, სტუმართმასპინძლობით. ძირითადად არის მაინც ხოლმე საცხოვრებელი სივრცეების მოძებნის საკითხი, რომელიც არა მხოლოდ უცხოელი სტუდენტებისთვის, ქართველი სტუდენტებისთვისაც, რომლებიც სხვადასხვა ქალაქში მიგრირებენ, ვიცით რომ გამოწვევას წარმოადგენს, მით უმეტეს რომ მზარდი არის ფასები ბინებზე. ეს ნაწილი ნამდვილად არის გამოწვევა, მათ შორის უცხოელი სტუდენტებისთვისაც. განათლების ექსპერტები ამბობენ, რომ საქართველოში უცხოელი სტუდენტების მასობრივი შემოსვლა განსაკუთრებით შესამჩნევი მას შემდეგ გახდა, რაც საქართველოს სამედიცინო განათლების მსოფლიო ფედერაციის წევრი გახდა. განათლების მკვლევარი შალვა ტაბადაძე გვიხსნის, რომ 37,000 უცხოელი სტუდენტიდან 30,000 სამედიცინო მიმართულებაზე სწავლობს. მისი შეფასებით აუცილებელია, რომ ამ კუთხით მხოლოდ მზარდ შემოსავლებს არ გაკეთდეს აქცენტი და ხარისხსაც მიექცეს ყურადღება. მით უმეტეს მაშინ, როცა საქმე ჯანდაცვის პროგრამებს ეხება. უბრალოდ რაოდენობაზე და შემოსავალზე გამოდევნებულებმა არ მივიყენოთ რეპუტაციული ზიანი, როდესაც სამედიცინო განათლებას ვაძლევთ ისე, რომ რეალურად კარგი მედიკოსები ვერ გამოდიან. იმიტომ რომ ამ რაოდენობის უმაღლეს სასწავლებლებისა და საერთაშორისო სტუდენტების მართვა არის რთული, შესაბამისად გარკვეული ხარისხის განვითარების და ხარისხის უზრუნველყოფის მექანიზმები და ეს არის დღის წესრიგში უნდა ამუშავდეს, მათ შორის მაგალითად სამედიცინო პროფილის მქონე უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს უნდა ჰქონდეთ თავისი საავადმყოფო და ასე შემდგომ, თუმცა იგივე ადამიანური რესურსის თვალსაზრისით საქართველოს არ აქვს ის რესურსი, რომ ამ რაოდენობას გაუმკლავდეს, შესაბამისად უფრო ფრთხილად უნდა მიუდგეთ ამ საკითხს. მიუხედავად იმისა, რომ როგორც აღნიშნეთ, მნიშვნელოვანია ის შემოსავლები და ინტერნაციონალიზაციის ის ხარისხი, რომელიც სამედიცინო განათლებას აქვს. გალტენდაგარდეს ბოლო კვლევის მიხედვით უცხოელი სტუდენტების მზარდ რაოდენობას მნიშვნელოვანი ეფექტი აქვს უმაღლესი სასწავლებლების შემოსავლებზეც. გასულ წელს გამოქვეყნებული ინფორმაციით ბოლო 10 წელიწადში ამ კუთხით გენერირებული შემოსავლები 83 მილიონიდან 312 მილიონ ლარამდეა გაზრდილი.